ეს თეატრი გერმანელმა ტყვეებმა აშენეს. ომი როდესაც დამთავრდა, ძალიან ბევრი ტყვე ყავდა საბჭოთა კავშირს და 46 წელში დაიწყო მშენებლობა. მაშინ სტალინმა გასცა ბრძანება, რომ აეშენებინათ სოხუმის თეატრი. მაინც მამამ ასწავლიდა, რომ ტყვე რო საცოდავია ტყდე. ერთი გერმანელი ტყვე იყო, სუსტი, ძალიან სუსტი, სულ ჩაფიქრებული დადიოდა. ყოველთვის მომქონდა თავში საფარში შეხვეული საჭმელი აი ამ გერმანელი ტყვესთვის. და ის მადლობელი იყო, მაგრამ მე ენა არ ვიცოდი და მანაც ჩემი ენა არ იცოდა. და ერთ დღეს, როდესაც მივედი და მიუტანე საჭმელი, გადმომცა ფურცელზე დახატული, ფანქრით დახატული სამხედრო, რომელსაც პატარა გოგონა აწდის საჭმელს. მან მე დამხატა და თავისი თავი სამხედრო ფორმაში დახატა. დიდხანს ვინახავდი ამ სურათს, მაგრამ ფანქარი გაუფერულდა და გაქრა